მოგესალმებით ყველას. ახლა გავაკეთებ საჭირო გაშლა შეკითხვაზე. რას გადაწყვეტავს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში? რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ? რამდენი ვარიანტი მქონდეს ახლა? რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან ურთიერთობაში? რატო გადმოვატრიალე? ძალიან მოიჩქარი, ეს ყოლა მაგას ძალიან გაინტერესებთ და თან წერო იყო ზუსტად. ძალიან სიმბოლურია. ეგეც კარგი. კარგი. პირველი ვარიანტი. მეორე. მოდი იყოს ორი ვარიანტი. ეგრე მინდა. ვარიანტებისთვის. ვიცი რა გამოვიყენოთ, გამახსენდა. პირველი ვარიანტისთვის, ეს გული იყოს. როგორ მოხდა ახლა? ჩემს ალტარს. და მეორე ვარიანტისთვის, ეს გული იყოს. გამიხარდა, უცებ რა გამახსენდა ესენი რომ აქ. ესეთი პატარა სასაცილო გულები. რას მივაყუდა? მიდი მოგჩაიფიქრეთ. პირველი და მეორე ვარიანტი. რას მოიფიქრებთ და რას გადაწყვეტავს თქვენთან დაკავშირებით? აქ შემოამაზებო. პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ ეს გული. იქ დავდოთ და პირველი ვარიანტის ახალი გავწით. ოჰოჰოჰოჰო რა ხდება? ჯერ მოდი პირდაპირ კითხვის ძალიან რომ ამ წუთას გადაწყვეტილება თქვენთან მიმართებაში არ აქვს მიღებული, იმიტომ რომ ჯერ არის ქაოსში. თვითონაც ვერ გაურკვევია, ან რა გრძნობები აქვს, ან რა, პატიება ძალიან მოდის. გაპატიოთ თუ არა, შეგრიგდეთ თუ არა. რა ემოციები აკავშირებს თქვენთან. ეს ყველაფერი მისთვის არის ძალიან ბუნდოვანი. ამ წუთას, ამ მომენტისთვის საერთოდ არ არის მზად იმისთვის, რომ ეხლა დაიწყოს იმაზე პასუხისმგებლობის აღება, რომ რაღაცა გააკეთოს თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ თვითონ არის ადამიანი შინაგან ქაოსში. მოდი ჩავეძიოთ, აბა. ეს მარტო თქვენ გეხებათ თუ ცხოვრების რაიმე სხვა ასპექტშიც პირველი ვარიანტი რა ხდება? ჩავეძიოთ. რა ხდება და სხვათა შორის ეს ადამიანი ბუნებით თავისი ხასიათით არის ძალიან ერთგული და იქიდან გამომდინარე რომ თვითონ არის ესეთი ერთგული, რას აკაკუნებენ? კარგი რა მოყვა. იქიდან გამომდინარე რომ თვითონ არის ძალიან ერთგული, სხვა ადამიანებისგანაც ასეთ უპირობო, უკიდეგანო ერთგულებას მოითხოვს, არა მარტო ფიზიკურ დონეზე, არამედ მაგალითად იმას, რომ როცა მასთან ურთიერთობაში ხართ, არავის არ უნდა ეფლირტავებოდეთ, სხვას არ უნდა წერდეთ, სხვას არ უნდა შეხვდეთ საპირისპირო საერთოდ და ოღონდ ეს მარტო თქვენგან კი არ ითხოვს, თვითონაც ეგეთი ბუნების ადამიანი, ანუ თვითონაც შეუძლია, რომ ეს ყველაფერი გასცეს ურთიერთობაში და საერთოდ თუ კი იგივეს ვერ იღებს ზუსტად იმ დოზით, რაც გასცა, მე აქ ხოლმე ძალიან დიდი შინაგანი იმედგაცრუება. და რატომღაც მოდის ახლა ეგ მომენტი, რომ თითქოს თქვენ იმედები გაუცრუეთ, თითქოს ვერ მიესით ის მაქსიმუმი, რასაც თქვენგან ელოდებოდა ეს ადამიანი და სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი თქვენგან ელოდება ნაბიჯის გადადგმას თან ძალიან ესე
მტკიცედ გელოდებათ, თავისი საზღვრები აქვს ამოშენებული და ამ თავის სივრცეში და ამ თავის საზღვრებში არც სხვა ადამიანებს არ უშვებს მარტივად და არც თქვენ. საერთოდ მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ თუ დაშორებულები ხართ, თუ და უფრო მგონია, რომ უმრავლესი თქვენთაგანი დაშორებულები გაბუტულები შეიძლება იყოთ. თქვენი წასვლის მერე ეს ადამიანი არის მარტო და არავისთან არ დაუწყია რაღაც პირადი და სასიყვარულო ურთიერთობები არავისთან. იმიტომ რომ შინაგანად არის მოლოდინის რეჟიმში, რომ დაურეკავთ, მისწერთ, შეხვდებით, თუ სადმე სხვა ქალაქში ჩააკითხავთ ან რაღაც ხო ხდებით რა, ანუ თქვენგან აქვს მოლოდინი, რომ აი თქვენ და გადადგას ნაბიჯი და რაღაც უნდა გააკეთოთ მისთვის და ამ ურთიერთობის გამო. და სხვათა შორის აი რაღაცა შანსი, ახალი დასაწყისები, ესეთი აზრების ტრიალებს ხოლმე მის თავში. მოდი აბა ვიკითხოთ თქვენს ურთიერთობას. რა მიმართულებას მისცემს ეს ადამიანი ზოგადად? რა მიმართულებას მისცემს ეს ადამიანი? ჯერ დავიწყოთ იქით, რომ საკმაოდ ესეთი რელიგიურიც სხვათა შორის, შეიძლება რელიგიურიც იყოს, ტრადიციულიც, ცოტა სტერეოტიპებით და კონსერვატიული აზროვნებით გაჯერებული შეხედულებები შეიძლება ქონდეს ამ ადამიანს რაღაც საკითხებთან მიმართებაში, ან ძირითად საკითხებთან მიმართებაში შეიძლება. დავუშვათ ეს აზრიც. მაგრამ მაგის გარდა რა მიმართულებას მისცემს და პირდაპირ გეტყვით, თქვენ თუ ამ ადამიანს დაუწყებთ ლოდინს, არაფერს არ მოელოდებოდეთ, არაფერს ეს არ გააკეთებს, უბრალოდ ჩააბარგებს თავის გუდანაბადს, თუ რამე დარჩენილი აქვს თქვენთან და აბსოლუტურად წავა და გაგიცლებათ. იმიტომ რომ აი ამ ადამიანის წარმოდგენებში თქვენ რაღაცა ისეთი გააკეთეთ და მისი პიროვნების ისეთ მხარეს შეეხეთ, რაც მის თავმოყარებას ლახავს. თვითონ ესე ფიქრობს, თვითონ ესე აღიქვავს. ხა თქვენ შეიძლება ასეთი სიმძაფრით არ უყურებდეთ ამ საკითხს, რაც თქვენს შორის განვითარდა, მაგრამ მის ცნობიერებაში და მის აღქმაში შეეხეთ მის პიროვნებას, მის თავმოყარებას, ღირსებას. ამიტომ ვერ გპატიობთ რაღაცას ეს ადამიანი და აქედან გამომდინარე, თვითონ არაფერს არ მოიმოქმედებს. არა. მისი აი ერთადერთი გადაწყვეტილება, ესეთი ტემპით თუ გააგრძელებთ, ერთადერთი იქნება ის, რომ უბრალოდ სამუდამოდ წავა თქვენგან. მაგრამ მე აქ მაქვს ესეთი შეკითხვა, თუ კი თქვენ გადადგავთ ნაბიჯს ამ ადამიანთან მიმართებაში, აიცით, წეგან მე აქ ამარკანიდან გამდენად გითხარით, რომ ბეჭედია იდეაში, ლენორმანის ბეჭედი, რაღაცა ახალ შანსებზე, შესაძლებლობებზე შეიძლება ვფიქრობდეს თქო, მაგრამ ეს ეხლა ამ წუთას, ამ მომენტისთვის მე ესე მენიშნება, რომ შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ აი სხვანაირად რომ გვეცადა, სხვანაირად რომ მოუქცეულიყავით, ნეტა როგორ განვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა, ნეტა როგორი წყვილი ვიქნებოდით და აი უფრო თავის თავში შეიძლება წარმოიდგენდეს ხოლმე ამას, მაგრამ ნახოთ, თუ კი თქვენ გადადგავთ ნაბიჯს, ამ ადამიანის მხრიდან საპასუხო რეაქცია რა იქნება? თუ კი გადადგავთ ნაბიჯს. გაუხარდება, გულწრფელად გეტყვით, ამ ადამიანს ნამდვილად გაუხარდება თქვენი მისვლა, თქვენი თუნდაც მესიჯი, ზარი,
და იცით რა არის? ეს ადამიანი ეგეთ რაღაცას გეტყვით ან თვითონ თავის თავში ექნება მაგის თვითრეფლექსია, რომ თითქოს ადამიანმა იცის, რომ მოქმედება შეუძლია, მაგრამ აი ვერ ხედავდა გამოსავალს, ვერ იაზრებდა რა უნდა გაეკეთებინა, რომ აი თქვენამდე მოსულიყო და ამ ურთიერთობისთვის რაღაც სასიკეთო გაეკეთებინა. შეიძლება არც აღიაროს და ხმამაღლა არ თქვას, მაგრამ თვითონ თავის თავში მაინც ექნება აი ეგეთი გაცნობიერება, რომ აი კი ვიცი რომ შემეძლო, მაგრამ ვერ ვხედავდი გზას და აი როგორ თვითონ უფრო მოახერხა, გაბედა, უფრო აი ესე ჩაგთვლით რა თქვენ, რომ აი როგორი გამბედავი ხართ. გაუხარდება ამ ადამიანს, ძალიან გაუხარდება თქვენი გამოჩენა. ეხლა სულ დადებითი არკანები ამოვიდა, აი არკანები რა, ну ლენორმანია, მაგრამ ორაკლი, ხო რა ვიცი, რა მშრობა გასტავხებ. იცი როგორი რეაქცია ექნება, თქვენი ნახვა რამდენადაც გაუხარდება, იმდენადვე რაღაც აი შინაგანი სევდა, მელანქოლია მაინც აქვს ამ ადამიანს. აი ადამიანი რო თან გიღიმის, მაგრამ ის თვალები რო სევდიანია, ესეთ რაღაც თუ შეგიმჩნევიათ, ხო? აი ესეთი მომენტი შეიძლება გქონდეს ამ ადამიანს რაღაცა. არ ვიცი რატო, მაგრამ მგონია რომ თუ თქვენ ნაბიჯს გადადგავთ, ეს იქნება სადღაცას ან ქალაქ გარეთ. ან აი მოშორებით იქნებით იმ სივრცისგან, სადაც ცხოვრობთ, ან მუშაობთ. აი რაღაც აი ცოტა გარემოსაც შეიცვლით და აი თქვენი მთავარი დიალოგი შეიძლება შედგეს მანქანაში მაგალითად და იქ შეიძლება საუბრობდეთ გზაში თუნდაც, ხო? ანუ სანამ მიხვალთ იქ სადღაცას რა ვიცი, ხო რატომღაც ძალიან მოდის ეს მანქანა, ხო? მანქანა და აი სევდიანი კაცი. ვიღაცებისთვის ეს შეიძლება იყოს შავგვრემანი, უფრო თმების სიმუქეს უფრო გულისხმობ ვიდრე კანის. მუქი ფერის თმებით შეიძლება ატარებდეს წვერებსაც. საშუალო სიმაღლის, არც ძალიან მაღალი არ უნდა იყოს წესით ეს კაცი. შეიძლება ხშირად ატარებდეს ლურჯ ტანსაცმელს. ასევე ზოლიანი მაისურებით შეიძლება უყვარდეს, ეგრე ვხედავ. ვიღაცებისთვის შეიძლება მანქანა იყოს ვერცხლისფერი. კი. ვერცხლისფერი თუ ნაცრისფერი რაღაცა ეგეთი. ეს ახლა ლენორმანისგან შევიძახი. და აი რაღაცა ისეთ ადგილას იქნებით გაჩერებული, ცოტა შემაღლებულ ადგილზე იქნებით გაჩერებული, თითქოს აი რაღაცას გადაჰყურებთ. ხო, აი ესეთი რაღაც ის წამოვიდა კადრი. ეხლა ხო, კარგი, გამოვირკვეთ. დავუბრუნდეთ ჩვენს ლენორმანს და მოკლედ ამის თქმა მინდოდა, რომ თქვენი გამოჩენა ამ ადამიანს ნამდვილად გაახარებს. კი, ძალიან გაახარებს და მე ვფიქრობ, რომ თუ ამ ურთიერთობაში რაღაცის შეცვლა გინდათ, ისევ თქვენ თვითონ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, თორემ ამ ადამიანს თუ დაელოდებით, საერთოდ ხელს ჩაიქნევს, იმიტომ რომ თვითონ ეგრე გონია და ეგრე შეჭრა, რომ თვითონ ვერ იმოქმედებს. აი რაღაცა აბრკოლებს. მოდი ვიკითხოთ რა აბრკოლებს იმის გარდა რომ თქვენზე ნაწყენია რაღაც მიზეზის გამო. რა აბრკოლებს ამ ადამიანს კიდევ სხვა მიზეზი რა არის თქვენთან რა აბრკოლებს. ვიღაცა ქალი, ფინანსები და ბავშვი. ძალიან დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს ყოფილი მეუღლე, ვისთანაც შვილი ყავს და უხდის ალიმენტს მაგალითად. რომ ქალი, ფინანსები და ბავშვი.
ანუ რა ვიცი, ამაზე პირდაპირ რაღა უნდა ამაზე პირდაპირ და გასაგებად რაღა უნდა თქვას, ხო? მეტი რა შეუძლია. გინდა წაროს და გინდა ლენორმანს. ხო, და ანუ რაღაც ეს ფინანსური ნაწილიც სხვათა შორის შეიძლება, აი ის რო ვთქვათ, იმ ალიმენტს უხდის, აი ის რაღაცა იმ ბავშვსაც ზრუნავს, რაღაცა ხო, ანუ გადანაწილება რა. აი ეგ მომენტი ძალიან შეიძლება რომ აბრკოლებდეს, აკომპლექსებდეს, აი დათრგუნული ადამიანი, აი ესე ვიტყოდი, დათრგუნული კი. აი ძალიან დიდი სევდაა, იცი? აი ხა მე თვითონაც რო აქ ვაკეთებ ამ გაშლას. რაღაცა გული დამიმძიმდა, აი აღარ მინდა, ხო? ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო და ყოჩაღებო. პირველ ვარიანტს მე უნდა დავემშვიდობო და საბოლოოდ დასკვნის სახით გითხრას, რომ თქვენ თუ აიღებთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობას, კი ბატონო, მაგრამ თავის მხრივ რომ თვითონ ამ ადამიანმა რამ ექნას, არა. არა. აი თქვენი გამოჩენა იქნება როგორც სინათლე მის ცხოვრებაში. იმიტომ რომ გარშემო გამომცინცლავი ადამიანები ყავს. არა მარტო ფიზიკურად კი არა მარტო ფინანსურად, არამედ ემოციურადაც. და რაღაც აი ძალიან გამოყენებულად შეიძლება გრძნობდეს თავს ეს ადამიანი. კარგით, ჩემო ყოჩაღებო, ჩემო ლამაზებო, პირველ ვარიანტს მე ვემშვიდობები. შეგახსენებთ, რომ ლაიქებში და კომენტარებში გელოდებით. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 1491 ეხლა გადავიდეთ ჩემს მეორე ვარიანტთან, ეხლა რომ ესე მელოდებოდით, დეხანი ხომ რას გადაწყვეტოს ადამიანი თქვენთან. თან მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თან ძალიან მტკიცეთ, იმიტომ რომ ღუზა. აი შეხედეთ. ჩანს ხო წესით. ხო და ეს ღუზა უკვე ჩაუშვა ამ ადამიანმა. და ვნახოთ რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მისი სიმტკიცე კი დავინახეს და სად მიდის მისი სიმტკიცე, რას გაძლევთ ურთიერთობაში, ეს გამოვარკვიოთ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მეორე ვარიანტთან, აბა გამოვარკვიოთ. რას გადაწყვეტოს. მოიცადე. ერთი წუთით. ძალიან საინტერესო პასუხია. რა გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივად ამ ადამიანმა, იმიტომ რომ ეს ძალიან მტკიცე პასუხია. ამ ადამიანის ესეთი გადაწყვეტილება, რომ უნდა იაროს ნელ-ნელა სტაბილურად თქვენს აი ამ ურთიერთობის შენების გზაზე. ფაქტობრივად ამ ადამიანისთვის ურთიერთობა არის რაღაცა იმ მოძრაობასავით რა, რომ უნდა იყოს სულ აი მის წარმოდგენაში ესეა, რომ აი ნელ-ნელა ნაბიჯ რომ შეგაჩვიეთ თავი, უფრო კარგი იქნება, ვიდრე ახლა რაღაცა ძალიან ფეიერვერკები რომ მოგიწყოთ ურთიერთობაში ემოციური რა, ესე ვიყდეთ ინჯად ნელ-ნელა
შემოგიპარებათ ურთიერთობაში, აი ესე ვიტყოდი. და ნუ მისი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ რაღაცა სულ ხაზზე უნდა იყოს და სულ რაღაცა კონტაქტი გქონდეთ აქტიური. ახლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ ყოველ 15 წუთში ერთმანეთს ურეკავდეთ და საერთოდ, მაგრამ არა, აი ყოველდღიური კომუნიკაცია რო გქონდეთ, ამას გეგმავს ადამიანი და აი ასეთი ფორმით, რომ შექმნათ მტკიცე ურთიერთობა. მაგრამ აქ სხვათა შორის არის რაღაც ფაქტორები უბრალოდ, რაც მას ცოტა აბრკოლებს და დათვი გავიგეს რო ძლიერება, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც მოდის მამაკაცი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო მას აბრკოლებს. კი. რასაკის დაბრკოლება აქ ამ ადამიანს თუ რა ეს დათვი ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დათვი რას მიგონიშნებს? გავიგე, აბსოლუტურად გასაგებია. ან შეიძლება მას ყავს ვიღაცა ესეთი ადამიანი, ან მეგობარი, ან ოჯახის წევრი უკაცრავად, რომლისგანაც რჩევებს იღებს ხოლმე, ვიღაცის აზრს ითვალისწინებს ეს ადამიანი და შეიძლება ეს ადამიანი აძლევდეს რაღაც რჩევებს თქვენთან ურთიერთობაში, როგორ მოიქცეს, იმიტომ რომ მე აქ როგორც ვხედავ, ეს ადამიანი უნდა იყოს წესით და რიგით ახალგაზრდა და შეიძლება გამოუცდელიც ურთიერთობაში. არ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლებელია თქვენზე ასაკითაც პატარა იყოს, სხვათა შორის, ესეც შეიძლება დავუშვათ და ის ნება, ის მიზიდულობა, რაც თქვენთან გააჩნია, აი ეს რომ რაღაც უაზროდ და სულელურად არ გამოხატოს და შეცდომა რო არ დაუშვას, აი ამ თავისი გამოუცდელობით, აი რაღაცა აი მაგის გამო შეიძლება ვიღაცებს აზრს ეკითხებოდეს ხოლმე და რაღაც ესეთ რჩევებს აძლევდნენ ხოლმე, რომ ეხა ეს მისწერე, ეხა ეს უთხარი, რაღაცა ძალიან სხვა არ არის, ცოტა ინფანტილიზმი და ცოტა საბავშვობაღი. მაგრამ ნუ ეხა თქვენი საქმეა, თქვენი გადასაწყვეტია, როგორი ადამიანი გინდათ თქვენს გარემოცვაში და თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ხო რაღაცა ან ასაკით უფროსი მეგობარი შეიძლება ყავდეს. ხო, ნუ რაღაც ყოველ შემთხვევაში ესეთი მომენტი შეიძლება იყოს და ანუ მე ვთქვი მამაკაცის მხრიდან დაბრკოლება კი არა, შეიძლება ის ვიღაცა აძლევდეს რჩევას, რომ აი ცოტა თავი შეიკავე და ესე პირდაპირ არ გამოხატო ყველაფერი მოზომილად, ეტაპობრივად რაღაცა ხო ხვდებით, ანუ რაღაც ანუ ამ ადამიანს თუ უნდა რომ ესე ერთიანად შემოვარდეს თქვენ ცხოვრებაში, ეს ადამიანი უბრალოდ რომ არა, ცოტა ნელ-ნელა ეტაპობრივად, აი ამ სახის დაბრკოლება აქ, ანუ თვითონ უნდა რომ ყველაფერი ერთბაშად მიიღოს და ყველაფერი ერთბაშად აგითხრას და აკეთოს და ეს ვიღაცა უბრალოდ რომ ნელ-ნელა მშვიდად რა გეჩქარება, ხო აი რაღაცა ესეთი მომენტია. თორე გადაწყვეტილება თქვენთან მიმართებაში მიღებული აქვს ის, რომ რაღაცა გონია რომ თქვენ მისთვის შესაფერისი ადამიანი ხართ, ზუსტად ის ადამიანი ხართ, ვისაც ეძებდა და სხვათა შორის ისურვებდა თქვენთან საკმაოდ ისეთი სტაბილური ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობას. ეს რაღაცა გადაწყვეტილი აქვს თავის თავში, მაგრამ ეხლა აქ უნდა დაიცვას შეკითხვა. ერთია რომ ესე ფიქრობს და მეორეა რეალურად შეუძლია თუ არა ასეთი სტაბილური გარემოს შექმნა თქვენთვის, იმიტომ რომ აქ რა ვიცი, წესით პატარა უნდა იყოს ასაკით და არა მარტო ასაკით. ვიკითხოთ, შეუძლია ამ ადამიანს მოგცეთ ის სტაბილურობა, რომელიც თვითონ წარმოუდგენია თქვენთან? ანუ რეალურად შეუძლია რომ ეგ ყველაფერი მოგცეთ თქვენ? კარგი, მოდი ახლა ჩავეციოთ პარა.
ვარ შეუძლია თუ რა მოგცეს ეს ყველაფერი ძალიან ესეთი თემაა. მე ვფიქრობ, რომ ფინანსური სიმყარეც არა აქვს ისეთი ხა ამ ადამიანს, რომ რაღაცა ძალიან ისეთი სერიოზული შემოგთავაზოთ, როგორც მას ეს წარმოუდგენია და უნდა. მეორე არის ის, რომ ცოტა ილუზიებს შეიძლება გქონდეს ადგილი, რაღაცა ილუზიებს გიქმნიდეთ მისი პიროვნების შესახებ. ანუ შეიძლება ცდილობდეს შეიქმნას ისეთი იმიჯი, რომ თქვენთვის სასურველი იყოს და სასურველი და ასე ვთქვათ მისაღები, მაგრამ შეიძლება საერთოდაც არ იყოს ეგეთი პიროვნება რეალურად. ხო. ერთადერთი ახლა მისი გასაღები თქვენთან ურთიერთობაში არის ის, რომ სწორად შეუძლია სიტყვების შერჩევა. რაღაცა ეს ინტელექტუალური თანხმობაც გარკვეულწილად შეიძლება გქონდეთ. და ემოციები აქვს რაღაც მხრივ თქვენთან მიმართებაში. ხო, ეს ემოციები გავიგეთ, მაგრამ ცოტა ინფანტილური. აი თქვენ შორის მგონია რომ ასაკობრივი განსხვავება შეიძლება იყოს და ქალბატონი უფროსი უნდა იყოს ალბათ. ნუ რაღაც ნაწილისთვის მაინც იქნება ესე. რა ვიცი. თუ უფროსი ხართ და ცოტა მეტი გამოცდილება გაქვთ, თქვენ თვითონაც კი მიხვდებით და თავს არ გააბრიყვებინებთ, მაგრამ მაინც და მაინც დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ მეორე ვარიანტო. თუმცა ხა თქვენი გადასაწყვეტია, თქვენი ცხოვრება. თუ გნებავთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ, მაგრამ მე გეუბნებით ძალიან დიდ იმედებს და მოლოდინებს ამ ადამიანზე ნუ დაამყარებთ. სხვათა შორის, აი ხა წამოვიდა ეგეთი აზრიც, რომ აი თავს თუ ძალიან ინტელექტუალურ ადამიანად გაჩვენებთ, რომ აი ძალიან ნაკითხი და ძალიან განათლებული და აი ეს ბრძნული ფრაზები შეიძლება მთლად მხოლოდ მისი არ იყოს. აი როგორი რაღაცა წამოვიდა, იცი, აი მაგალითად საუბრობთ, რა ვთქვათ, პოლიტიკაზე, ფილოსოფიაზე, ნუ რაღაც, ხო? და თქვენ მიწერთ თქვენი აზრი. და ამ ადამიანმა თავისი კი არა შეიძლება მისმა ძმაკაცმა თუ ვიღაცას შეიძლება ეს ტექსტი ჩაუგდოს, აი ეს თქვენი აზრები და იმ ადამიანთან ერთად მოიფიქროს ტექსტი, რომ აი რაღაც შესაფერისი პასუხი დაგიბრუნოს თუ რაღაც, ანუ ვიცი რომ ეს ძალიან უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ აი უცებ წამოვიდა ეგეთი აზრი და ძალიან საბავშვო ბაღი ახლა აქ მე რასაც უყურებ ჩემო ლამაზებო. თქვენ თუ გნებავთ, კი ბატონო, ეგერ ბურთიც და მოედანიც, მაგრამ ახლა მე რასაც უყურებ ძალიან საბავშვო ბაღია. პირდაპირ გეუბნებით ამ ადამიანზე ძალიან დიდი იმედები არ დაამყაროთ. არც ძალიან დიდ დრამაში არ გადავარდეთ, იმიტომ რომ 1000-ჯერ უკეთესი გამოჩნდება ცხოვრებაში კიდე. მაგრამ ახლა თქვენ თუ მოგწონთ ეს ადამიანი და გაგიჟდით და გადაირიეთ, აგერ ბატონო ვინ გიშლით. ყავდეთ. მაგრამ რა ვიცი, მე არ გირჩევდით. ამ გაშლიდან გამომდინარე. ეს არის ჩემო ძვირფასებო. შეგახსენებთ პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 514-14-91-68. ეხლა დაგემშვიდობებით და კომენტარებში და ლაიქებში გელოდებით. აბა დროებით.